ქვეყანაში ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რუსული სპეცოპერაციის სპეცპუნქტებზე არავის ვურჩევთ გამოცხადებას, ყველანი რუსთაველზე 4 საათზე შედგება დიდი ერთიანობა ქართული საზოგადოების და იქნება დიდი წინააღმდეგობა ივანიშვილის ძალადობის, უსამართლობის წინააღმდეგ. ცხადია, სწორედ ამ ერთიანობით ვაპირებთ ივანიშვილის რეჟიმის დაფინიშებას და ქართველი ხალხი ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ქარვასლას, რომელიც წლების განმავლობაში გახსნილია სწორედ ივანიშვილის დავალებით, დაიხურება, დასრულდება ამ ქვეყანაში. არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ პოლიტიკური კომერცია და ვაჭრობა. ქართველი ხალხი აიღებს ხელში ძალაუფლებას. 4 ოქტომბერს ეს მოხდება. ოპოზიციაში თავარი ძალა დაასრულებენ. დიახ. 4 ოქტომბერს ოპოზიციის მხრიდან თავარი ძალა ვინ იქნება ამ აქციაში? 4 ოქტომბერი არ არის პარტიული დღე. ცხადია, 4 ოქტომბერმა დიდი ხანია დატოვა პარტიული ჩარჩოები, ეს არის საერთო სახალხო დღე და დიდი ერთიანობა არის გადამწყვეტი. დიდი ერთიანობა, დიდი წინააღმდეგობა არის გამარჯვების ფორმულა, ვინაიდან ძალა ერთობაშია. აი, ქართული საზოგადოება შეკრული მთლიანი პასუხს გასცემს ივანიშვილს და მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილის დახთან დგანან და ვაჭრობენ ქართველი ხალხით. ეს ვაჭრობა დასრულდება და ივანიშვილის რეჟიმი სამუდამოდ დაასრულებს პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში. ოქტომბერთან დაკავშირებით გავუცადა ფინანსური მოხალისეების გენერალების მამუკაშვილისა და ზაზა გოგავას განცხადება საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები. ვფიქრობ, თუ არა, რომ ამ თქვენი დაანონსებული ეს დამხობა გადაიზარდოს ძალადობრივ პროცესებში, რადგან საუბრობენ გენერალები. რადგანაც ყოფილებზე მე საუბრებით, მხოლოდ ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლები, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქართველი ხალხის ერთობა. ერთადერთი პასუხისმგებელი ამ პოლიტიკურ კრიზისზე არის ივანიშვილი. ივანიშვილმა იძალა საქართველოს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე. ჩვენ ხედავთ რეპრესიებს, საბჭოთა 37 წლის გამეორებას და ცხადია, ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი დიდი ერთიანობით გასცემს ამ ყველაფერს პასუხს და ცხადია, კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით არის არა მხოლოდ იმედგაცრუება, არამედ არის წინააღმდეგობა, ვინაიდან ეს განცხადებები აზიანებს 13 წლიან ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის, ევროინტეგრაციისთვის და ქართველმა ახალგაზრდებმა ყველაზე კარგად იციან, რა მნიშვნელობის არის 4 ოქტომბერი და სწორედ ამიტომ ყველა ვაპირებთ ჩვენი ხუჯვრიანი დროშებით მისვლას და გამარჯვებას ივანიშვილზე და იმ რეტროგრადულ შეფასებებზე, რომელიც კეთდება. აქციაზე ძალადობრივი პროცესების განვითარებას ელოდებით. მე რასაც ველოდები არის ქართველი ხალხის დიდი ერთიანობა, დიდი წინააღმდეგობა. ველოდები იმას, რომ ქართველი ხალხი გამოიტანს განაჩენს და ამ განაჩენის აღსრულება მოხდება რუსთაველზე. და ცხადია, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან კალაპოტს, იმიტომ რომ ჩვენი თავარი ამოცანა არის ქვეყნის წინსვლა, მათ შორის გზის გაგრძელება ევროკავშირისკენ. სწორედ ევროკავშირის კარი შიგნიდან ჩაკეტა ივანიშვილმა და ჩვენ ვაპირებთ ამ კარის გახსნას ქართველ ხალხთან ერთად. გენერლებისაც ვეკითხები ისე საუბრობენ ისინი, რომ არ არსებობს კონკრეტული გეგმა მშვიდობიანი, რომელიც 4 ოქტომბერს კი ბატონო, გისმენ ხათი. და მოგწუროთ ხარებ. გისმენ. სადაც არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ქართულმა ოცნებამ ძირი გამოუთხარა ყველაფერს, სადაც მცირე შემხებლობა მაინც აქვს დემოკრატიასთან. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მათ შორის ასეთი უმნიშვნელოვანესი ტრიბუნიდან ხშირად საუბრობდნენ ასეთ საკითხებზე? ცხადია, დემოკრატიის გაუქმება და ის ღალატის კომისია და დასკვნა არის შეშფოთების საგანი ყველგან, მათ შორის დასავლეთში. და ცხადია, დემოკრატიული უკუსვლა და დემოკრატიის გაუქმებაზე პასუხი იქნება უკასრესი დასავლეთიდან, ევროსაბჭოდან და მათ შორის ყველა შევახსენე ჯიდი ვენსის სიტყვებს. დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ოპონენტების დევნით და ციხეში ჩასმით. ეს გვითხრა სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტმა. ამიტომ მთელი დასავლეთი არის ერთიანი და მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების, ქართული საზოგადოების ბრძოლას
რომელიც 4 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდება. და ამ თემას რომ მივიდნენ 4 ოქტომბრის გენერლები საუბრობენ, რომ არსებობს მშვიდობიანი გეგმა ხელისუფლების შეცვლისთვის, და ამ პარალელურად ოპოზიციის ნაწილი ანონსებს მშვიდობიან შეცვლას, აი განსხვავებით მათ. მე გითხარით გეგმა, ეს განცხადება არა მხოლოდ იმედგაცრუება, მე შემიძლია ყველას ვაპატიო პირადი შეცდომა, თუმცა არავის ვაპატიებ ამ ბრძოლის დისკრედიტაციას. ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა, ეს არის ჩვენი ახალგაზრდობის ბრძოლა, რომელ ახალგაზრდობასაც ივანიშვილმა შათირიშვილის პირით უთხრა, რომ თუ არ მიიღებთ რეჟიმის წესებს, თქვენ უნდა წახვიდეთ ემიგრაციაში ან წახვალთ ციხეში. ეს არ არის გამოსავალი ქართულ საზოგადოებას, ამასთან დაკავშირებით ექნება პასუხი და კი ივანიშვილს გამოუტანს პოლიტიკურ განაჩენს და ამ განაჩენის აღსრულება სრულიად მშვიდობიანად მოხდება რუსთაველის გამზირს. ანუ სწორად გავიგე გენერლების განცხადება მიიღეთ ოპოზიციის მიერ და მე მგონი გასაგებად სამჯერ გიპასუხეთ. სხვა თემაზე გადავიდეთ. კიდევ ერთი ოპოზიცია ბოლო პერიოდში ავრცელებდა ინფორმაციას, მაგალითად იმის შესახებ, რომ გედდეს გეგმა ჰქონდათ შაშმელაშვილის ფოტოებით, თუმცა მოგვიანებით ითქვა, რომ ეს გეგმა არასოდეს დამტკიცებულა, მერე გავრცელდა გედდეს სიარისო და თურმე ეს ყოფილა მართლაც როგორც თქვენ საარჩევნო კაი, ნუ ნერვიულობ, გასაგებია შეკითხვა, არ გაქვს სანერვიულო 4 ოქტომბრიდან მათ შორის, არა, ნერვიულობ და არა, საუბრობენ, რომ ოპოზიცია დგას ფეიკებზე და რეალურად აი, გასაგებია მივხვდით თქვენი შეკითხვის შინაარს და გიპასუხებთ, არ არის პრობლემა. ცხადია 4 ოქტომბერს ყველა უნდა გათავისუფლდეს. მათ შორის უნდა გათავისუფლდეს სახელისუფლებო მედია იმ პროპაგანდის ტირაჟირებისგან, რომელიც არის სრულ თანხვედრაში რუსულ ნარატივთან. და კი, 4 ოქტომბერი იქნება დიდი გამარჯვების დღე და ამ გამარჯვებას ვერავინ ვერ წაართმევს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი აიღებს ხელში ძალაუფლებას და ამ ქვეყანაში ნამდვილად დაინიშნება ისეთი ტიპის არჩევნები, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები სრულიად მშვიდობიანად საკუთარი პოლიტიკური იდენტობის შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებენ საარჩევნო უბანზე. თუ ადრე და გასულ წელს ჟონავდა კალანდარიშვილის ბიულეტენი, დღეს ჟონავს რეჟიმის შიდა ინფორმაცია და ეს ჟონვა გრძელდება და ცხადია ეს არის ნიშანსვეტი იმისა, რომ რეჟიმის ვერტიკალი არის სრულად ჩამოშლილი. აი ეს ინფორმაცია რაც ვრცელდება რეალურია თქვენი აზრით? გაგეცით პასუხი რა? არა, გიპასუხეთ. არა, თუ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ არ გიპასუხე, მაგრამ მე გიპასუხე. ანუ იმ ინფორმაციაზე მაგალითად გედედესიებთან დაკავშირებით გეგმასთან კი ბატონო, აგერ პასუხობ. ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება. თუ გასულ წელს ჟონავდა კალანდარიშვილის ბიულეტენი, ახლა ჟონავს რეჟიმის შიდა ინფორმაციები და ეს ჟონვა გაგრძელდება, ვიდრე არ აღსდგება ქვეყანაში დემოკრატია და ცხადია შიდა დაპირისპირება, შიდა გაჟონვა ინფორმაციების არის ნიშანსვეტი იმისა, რომ რეჟიმის ვერტიკალი არის სრულად ჩამოშლილი. მართლ გულწრას უპასუხებთ ამასთან დაკავშირებით, რომ ფეიკებზე დგას ოპოზიცია. ბატონო? ფეიკებზე დგას ოპოზიცია, მართლ გულწრას უპასუხებთ. ვისი განცხადება? ვისი განცხადება? მართლ გულწრას რომ ფეიკებზე დგას ოპოზიცია. არ ვიცი, არ ვინ კონკრეტულად მითხარით. დებატებთან დაკავშირებით. მაინტერესებს ვინ თქვა, რომ ზუსტად მის ტონალობაში უპასუხო. მათი თავარი გზავნილია ამას. ზოგადად გეტყვით, რომ ზოგადად გეტყვით, რომ 4 ოქტომბერს ყველა იმ ფეიქს, ძალადობას, დემონიზაციას, რუსულ პროპაგანდას გაეცემა პასუხი და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. დებატებთან დაკავშირებით კითხავთ, გუშინ იყო დებატები მერობის კანდიდატებს შორის და იყო დაპირისპირება ქართული ოცნების მერობის კანდიდატის და ასევე ლელოების. როგორ შეფასებით ამ ეს რაც ჩვენ ვიხილეთ, არის ის თეატრალური წარმოდგენა, რომელსაც სიამოვნებით პოპკორნით უყურებს ივანიშვილი, იმიტომ რომ ეს არა საარჩევნო პროცესი და დებატები, არამედ ეს არის ივანიშვილის ქარვასლა და ჩვენ ვიხილეთ ივანიშვილის ქარვასლის დაღლთან მდგომი კონკრეტული პოლიტიკოსები და ძალიან წუხვარ მათზე, იმიტომ რომ 4 ოქტომბერს არა მხოლოდ ივანიშვილი დასრულდება, არამედ დასრულდება ეს პოლიტიკაც და ისინიც გათავისუფლებიან აი ესეთი შეურაცხყოფებისგან, რომელსაც აყენებს მათივე პოლიტიკური ლიდერები. და კურიერის ინფორმაციით ახალი ემზადება არჩევნების არაღიარებისთვის. როგორ ფიქრობთ, რომ რამდენად შესაძლებელია ეს სიმპათიის მხრიდან, რომელიც არ ვიცი, ეგ ახლებს კითხეთ, მე არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს 4 საათზე იქნება რუსთაველზე. მე ვაპირებ ჩემ შვილებთან ერთად, ჩემ მეგობრებთან ერთად ქართველ ხალხს შევუერთდე.
რა საპირებს პოლიტიკური პარტია ახალი, შეგიძლიათ მათ კითხოთ. არაღიარებასთან დაკავშირებით არ უნდა მოხდეს აღიარება მათ შორის საერთაშორისო ეს იცი როგორი ნარატივია? ადრე რომ ხელისუფლება ავრცელებდა, რომ ოპოზიციის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა. აი, სწორედ იგივე ნარატივია და მე შემიძლია ვპასუხო, რომ არ მონაწილეობს დემოკრატიული ოპოზიციის ღირსეული წარმომადგენლები ივანიშვილის ქარვასლაში, რუსულ სპეცოპერაციაში და ამით ჩემი აზრით ყველაფერს გაეცა პასუხი. შეუერთდება ერთი ნაციონალური მოძრაობა ამ არაღიარების კამპანიას, ასე ვთქვათ, რაც დაიწყებს. მე გაგეცით პასუხი, არ ვიღებ ჩვენ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, მათ შორის არ ვურჩევთ არავის რუსული სპეცოპერაციის სპეცპუნქტებზე გამოცხადნენ, ყველა უნდა გამოცხადეთ დიდ სახალხო კრებაზე 4 ოქტომბერს. დადიოდით